ვართ ანი და ზაური და მოვინახულებთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს სურამს. სურამი, დაბა, სამთო კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სურამში ცხოვრობს 7492 კაცი. დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ჩანს. მასზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო საქარავნო გზა. სურამის ციხე მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, სურამის სამხრეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. ციხე აგებულია მე-12-13 საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. ისტორიული წყაროების მიხედვით 1625 წელს გიორგის სააკაძემ ციხე ირანელთაგან თავის დასაცავად გაამაგრა. სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბი მანდარის, კარგად ჩემი ნახეო. არსებობს ხალხური თქმულება ციხის კედელში ჩატანებული დედის ერთა ზურაბის შესახებ. ეს ლექსი სწორედ ამ ამბავს ეძღვნება. დედის ცრემლების გამო ციხის ჩრდილოეთი მხარე მუდამ ნესტიანია. აღმოჩენილი ლაპიდარული წარწერის მიხედვით ციხის ეკლესია აგებული უნდა იყოს მე-15-მე-16 საუკუნეში, ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც მე-18-მე-19 საუკუნეებით თარიღდება. წლების მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ 1997 წლის 5 იანვარს ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფეიობმა. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, იტრის სამონასტრო კომპლექსი აგებულია მე-16 საუკუნეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დოროთეოს მესამის მიერ. 1899 წელს ჩამოვიდა და შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. ტაძარი ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია. სურამის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას. იგი აგებულია 1998 წელს, ძველი ეკლესიის ადგილას. ამაღლების სახელობის დედათა მონასტერი შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. არსებული ბაზილიკის ტიპის ტაძარი თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, მაგრამ ტაძრის გარშემო მიმდინარე გათხრებმა ცხადყო, რომ ერთ დროს ეკლესია სამნავიანი ყოფილა და უფრო ადრეულ ხანებშია აშენებული. ეს არის ამაღლების დედათა მონასტერი. ხალხური გადმოცემის თანახმად ამ ადგილს კვართისა ეწოდება, რადგან როდესაც ილიოს მცხეთელი ქრისტეს კვართს მოაბრძანებდა, სწორედ ამ ადგილას შეისვენა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობების მიხედვით მე-18 საუკუნეში სურამის მოსახლეობას ქართველები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. ებრაელები სურამში უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ. ისინი ძირითადად სურამის ციხის გარშემო სახლობდნენ. სურამის სინაგოგა აგებულია მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. იგი დღესდღეობით მოქმედია და მას ყავს ხახამი და გაბაია. ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი ქალი ლესია უკრაინკა სწორედ ამ სახლში ატარებდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი გაიხსნა ბიბლიოთეკა და მუზეუმი. ყოველ წელს სურამში იმართება ლესიაობა და ჩამოდიან სტუმრები უკრაინიდან. ეზოში დგას ლესია უკრაინკას ძეგლი, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, თამარ აბაკელიას. გარდა კულტურული ღირსშესანიშნაობისა, სურამში არის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიც. მათ შორის ერთ-ერთია რკინისწყალი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას. ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. ჰავა ზომიერად ნოტიოა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მას ბავშვებისთვის აქვს, რომელთაც ასუთი გზების დაავადება აწუხებთ. აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის სასამაღლებლად. ადგილობრივი სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ნაზუქის ცხობის ტრადიცია. ამბობენ სურამში გემრიელი ნაზუქი ცხება. და სურამს ისე არ დავტოვებთ, რომ არ დავაგებულოთ. სურამი არის ადგილი, საიდანაც შეგყვარდა საქართველო და გვინდა მისი სილამაზე და ღირსშესანიშნაობები ბევრმა ადამიანმა ნახოს.